როგორც ცნობილია, სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს დევნილთა განსახლების პროგრამებს, მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში. 2026 წელს 2500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ახალ ბინას. ამასთან გრძელდება სოფლად სახლის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ოჯახებს საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, რა გამოწვევებია და რა გეგმები აქვს სახელმწიფოს მომავალში? დავით კაიკაციშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი შემოგვიერთდა. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. 4 ქალაქი ჩამოვთვალეთ. რა ეტაპზეა ამ 4 ქალაქში მშენებლობის პროცესი და თუ მიმდინარეობს იმ დაგეგმილი საზღვრების ფარგლებში? მშენებლობის ეტაპი მშენებლობის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს. ეხლა უკვე თბილისში ფაქტიურად დარჩენილი 7 კორპუსის მშენებლობა მორჩა და იწყება კეთილმოწყობის სამუშაოები, რაც გულისხმობს ეზოს მოასფალტებას, საპარკინგო სივრცის მოწყობას, ასევე მოეწყობა სათამაშო მოედანი, ბავშვების მოედანი და რეკრეაციული სივრცე. მე შეგახსენებთ, რომ შარშან დეკემბრის თვეში ჩვენ პირველი 4 კორპუსში ამავე ლოკაციაზე უკვე გავანაწილეთ და იქ დევნილები უკვე ცხოვრობენ და ეს ბინები უკვე მათთვის გადაცემულია და უახლოეს მომავალში, უახლოეს თვეებში მოხდება ასევე ეს დარჩენილი 7 კორპუსის განაწილება ქალაქ თბილისში. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს და რეგიონებს, წელს დასრულდება ქალაქ ბორჯომში და ქალაქ რუსთავში მიმდინარე მშენებლობა, სადაც დაახლოებით 800 ოჯახს რუსთავში და 150 ოჯახს ქალაქ ბორჯომში გადაეცემა ახალი საცხოვრებელი ფართი, ხოლო ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე მშენებლობა, სადაც უკვე 1700 ოჯახისთვისაა გათვალისწინებული ბინები, ამ ობიექტის მშენებლობა გათვალისწინებულია დასრულდება მომავალ წელს და ალბათ გაიცათ უკვე ამ დროს 1700 ოჯახს გავახარებთ და გადავცემთ ახალაშენებულ ბინებს. ძალიან კარგია მშენებლობა, მაგრამ საინტერესოა როგორ ნაწილდება ეს ბინები, ანუ ბენეფიციარები როგორ შეირჩევიან, აი ამის შესახებ რო გითხრათ. ბენეფიციარების შერჩევის პროცესია ფაქტურად ჩვენი სააგენტოს მთავარი საქმიანობა. ბუნებრივია ყველა დევნილს, რომელიც იძულებული იქნა რომ დაეტოვებია საკუთარი მიწა-წყალი, მათ დაბრუნებამდე განსახლება სახელმწიფოს ვალდებულებად აქვს აღებული და ყველა დევნილი ადრე თუ გვიან სხვადასხვა ფორმით სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკმაყოფილებული. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ეს მიმდინარე პროცესია და ესე ვთქვათ პრიორიტეტად უნდა შეარჩიოს სახელმწიფომ ის ოჯახები, ვისაც დღეს სჭირდება და პირობითად ვისაც აქვს შესაძლებლობა რომ ხვალე მიიღოს ეს ბინა დაელოდოს, ან ესეთი საჭიროება არ აქვს ვიდრე სხვა დევნილის, ამის შერჩევა რა თქმა უნდა მთავარი დანიშნულება ჩვენი სააგენტოსი. ამასთან დაკავშირებით არის რა თქმა უნდა შექმნილი სამართლებრივი აქტები და ნორმები, რომელიც ესე ვთქვათ ჩვენს გზღუდავს და გვითითებს გზას. განსაზღვრულია კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთაც ჩვენ ვახდენთ დევნილების პირველად საჭიროების იდენტიფიცირებას დოკუმენტურ დონეზე. აქ გათვალისწინებული რა თქმა უნდა დევნილების სოციალური მდგომარეობა, ბავშვების, მცირეწლოვანი ბავშვების რაოდენობა ოჯახში, შშრ-პირები, ვეტერნები, ასაკოვანი ადამიანები, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ასევე პირველადი დევნილის ნაწილს, ესეც ერთ-ერთი ადამიანები, ვისაც უშუალოდ შეეხოთ დევნა. და ეს საკითხიც ასე ვთქვათ ერთ-ერთ კრიტერიუმადაა გათვალისწინებული. ამის შემდეგ ესე ვთქვათ განაცხადებს როცა ავსებენ დევნილები ამ კრიტერიუმების შესაბამისად ხდება ამ განაცხადის შეფასება და ის განაცხადები რომლებიცაც ესე ვთქვათ ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებენ, ხდება მათი განხილვა. კომისიის მიერვე ხდება განსაზღვრა იმ ქულის, რომელი ქულის მქონე ოჯახებიც დაექვემდებარებიან იმ კონკრეტულ ეტაპზე განხილვას, ეს უკვე დამოკიდებულია ბინების საბინაო რესურსზე და განაცხადების რაოდენობაზე, ამათ თანაფარდობაზე და ამის შემდეგ უკვე ხდება ამ ოჯახების დამონიტორინგება. ჩვენი თანამშრომლები მიდიან, მათ საჭიროებებს ადგილზე სწავლობენ და მონიტორინგის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე კომისია იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია ჩვენ თითოეული ოჯახის საკითხს გავდივართ ინდივიდუალურად და ვცდილობთ რომ ესე ვთქვათ ობიექტური გადაწყვეტილება მივიღოთ. რა თქმა უნდა კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და ორივე შემთხვევაში აუცილებელია და რა თქმა უნდა ესეც ხდება, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის არგუმენტირებული. რაც არსებობს ეს პროექტი, განსახლების პროექტი და გეგმა. საერთო ჯამში რა ეტაპზე არის მისული საქმე? შეიძლება პროცენტებში ვთქვათ და შეიძლებაც უბრალოდ ციფრებში, დევნილების რაოდენობა, რა რაოდენობით არის დაკმაყოფილებული, რამდენ ოჯახს აქვს მიღებული და ეს საერთო სურათის რა ნაწილია? აი შეგვიძლია რაღაცა დათვლით კი, რა თქმა უნდა, დაახლოებით დღეს მდგომარეობით სახელმწიფოს 65% დევნილი ოჯახების უკვე უზრუნველყოფილი ყავს სხვადასხვა ფორმებით.
სხვადასხვა პროგრამების ეს ახალი ფარგლებში. მშენებლობის ჩათვლით არა, ეს ახალი მშენებლობა, რა თქმა უნდა, ეს მშენებლობის დასრულების შემდეგ დაბინავებული და ცხოვრობენ, ამას ვამბობთ, ხო? ცხოვრობენ ან სხვადასხვა ფორმით უკვე სახელმწიფოსგან გარკვეული სახის დახმარება გრძელვადიან განსახლებასთან დაკავშირებით უკვე მიღებული აქვს. დიახ. იმიტომ რომ გარკვეული ოჯახები მაგალითად 2009 წელს კომპენსაციით ესე ვთქვათ გაისტუმრა სახელმწიფომ. მოკლედ დაკმაყოფილებას ვამბობთ 65%. დიახ, 65%. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, მაგალითად გასულ წელს ჩვენ დავაკმაყოფილეთ 4600 ოჯახზე მეტი. წელს ალბათ 5000 ოჯახზე მეტი იქნება ისეთი მოლოდინები გვაქვს. ეს პროცესი ბუნებრივია გასული წლების განმავლობაში, გულისხმობ 90-იანებში, 10-იან წლებში შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა 2013 წლიდან დაახლოებით დღემდე 43000 ოჯახი არის უკვე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი, რაც ორჯერ უფრო მეტია ვიდრე მთელი მანამდელი 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობა. და ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ეს პროცესი და რა უпроსტო ტემპი, რაც ჩვენ გვაქვს დაკმაყოფილების მნიშვნელოვნად გაზრდილია და ვფიქრობთ, რომ დევნილების ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტას აღარ დაჭირდება 10-ეული წლები. ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანი, ვინც განსახლების პროგრამაში ჩაერთვება, ბედნიერია და მას ექნება საკუთარი ვინაა სახლი, მაგრამ ბუნებრივია აქვე ჩნდება თვითონ მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები, ხო? შეესაბამება თუ არა ის, თქვა, თანამედროვე სტანდარტებს, რას მოიცავს ეს მშენებლობები, ინფრასტრუქტურა როგორია და ასე შემდეგ. დიახ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ის საკითხი, რომ ადამიანს როცა ვაძლევთ უკვე ბინას და მის განსახლებას ვაკეთებთ, ძირითადად გვიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ოჯახებთან ეს არა მარტო დევნილებს ეხება, არამედ მათ შორის ბევრს ჩვენთანგან შეიძლება არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მყისიერად მოახდინოს იმ საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი გამოსადეგ პირობებთან მოყვანა. შესაბამისად, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და ყველა საცხოვრებელი ფართი, რომელსაც ჩვენ გადავცემთ დევნილ ოჯახს, არის სრულად გარემონტებული და ადამიანებს აქვს შესაძლებლობა, რომ შევიდნენ და უკვე დაიწყონ იქ ცხოვრება, რა თქმა უნდა, მათი ნივთების შეტანის შემდეგ. თვითონ კორპუსების სტანდარტებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შეესაბამება სრულად თანამედროვე სტანდარტებს და ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო რეგულაციებს. კორპუსები აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოებით სისტემებით, ასევე აქვს ალტერნატიული კვების წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ლიფტების მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ თქვათ დენი გაითიშა და ასევე ავარიული განათებაა უზრუნველყოფილი დერეფნებში, ასე ვთქვათ. და პლუს ამას, რა თქმა უნდა, კორპუსის გარეთაც, როგორც აღნიშნე, არის სრულად კეთილმოწყობილი და იზოლირებული საცხოვრებელი ფართი. და რომ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც თქვათ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ დევნილები ახლა. იმ ფართებს რა ემართებათ? მოგახსენებთ. საერთო საცხოვრებელი ეგრეთ წოდებული ჩვენ ვეძახით მათ კომპაქტური განსახლების ობიექტებს არის ორი სახის. ერთია პრივატიზებული, რაც უკვე კერძო საკუთრებაში აქვს გადაცემული ოჯახებს, ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პრივატიზებულ ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართებიც გადავცეთ. იქ შექმნილ დევნილთა ამხანაგობებს, რათა მათ უკვე შეძლონ ამ ობიექტის განკარგვა, შეიძლება ინვესტორი მივიდეს, შეიძლება მერიასთან კონდეთ ურთიერთობა და არსებობს ასევე კიდე მოქმედი კომპაქტური ობიექტები. მოქმედი კომპაქტური ობიექტებთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავის დროს, როცა ეს პროექტები დაანონსდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხდარი იყო ამ ობიექტების დახურვა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მე ვახსენე შარშან დეკემბერში განსახლებული ოჯახები, რომლებიც უკვე აშენებულ 4 კორპუსში განსახლდნენ თბილისში, იქ სრულად განსახლდა თბილისის მასშტაბით არსებულ კომპაქტურ ობიექტებში მაცხოვრებელი ოჯახები. აქ თავარი სამი კრიტერიუმია. ერთი არის, რომ ოჯახი აუცილებლად უნდა იყოს ფაქტობრივი მაცხოვრებელი ამ ობიექტის, მას არ უნდა ჰქონდეს, ის არ უნდა იყოს აქამდე სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებული და მას არ უნდა ჰქონდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ეს პროცესი გაგრძელდება დანარჩენი ობიექტებთან მიმართებით და ზუგდიდის რუსთავისა ზუგდიდის განაწილების შემდეგ, ესე ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედი კომპაქტური ობიექტი იქნება დახურული. არ გულისხმობ პრივატიზებულ ობიექტებს, რომელიც უკვე მათი საკუთრებაა. აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ და სოფლად სახლის პროექტი რას გულისხმობს და რამდენად მოთხოვნადი არის, ძალიან მაინტერესებს. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული დღეის მდგომარეობით. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ესე ვთქვათ, იმ ოჯახებს, ვიზეც კომისია იღებს დადებით გადაწყვეტილებას, მათ თავაზობთ, რომ კონკრეტული თანხის ფარგლებში მოიძიონ და თვითონ წარმოადგინონ საცხოვრებელი სახლი, რომელიც იქნება მათ საჭიროებაზე, ესე ვთქვათ, მორგებული. შემოგთავაზონ თქვენ და თქვენ მე არ დააკმაყოფილებთ. ჩვენ ვაფორმებთ სამხედრო დასყიდვების ხელშეკრულებას, სადაც აი არის რაღაცა თანხა და ამ თანხაში მოძებნეთ სადაც შეიძლება საბაზრო ქვეყანაში არსებულ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული რეალობასთან შეიძლება იმ თანხად ვერ იყიდოს, თუმცა მას აქვს რა თქმა უნდა შესაძლებლობა, რომ თუ აქვს დანაზორი და კონკრეტული ისეთი სახლი უნდა, რომელიც იმაზე მეტი იყრის, ვიდრე თქვა ჩვენ ვიხდით ამას თანხა დაამატოს. ბუნებრივია ეს პროგრამა როცა შეიქმნა, მაშინ თქვა სხვა რეალობა იყო უძრავი ქონების ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ პერიოდულად და ვაკეთებთ კიდეც პერიოდულად საჭიროებს განახლებას. ეს პროგრამა ლიმიტები რა თქმა უნდა და ამ ეტაპში ამ პროცესში ვართ ეხლაც და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზეც
უნდა ამ საკითხს მიუბრუნდეთ, რომ თქვა გადავხედოთ ლიმიტს. მას შემდეგ, როცა ოჯახი წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, ჩვენ ასპეტობის ხელშეკრულებას ვაფორმებთ და სახლი რეგისტრდება ჩვენი დევნილი ოჯახის ყველა წევრის, მათ შორის არასრულების თანასაკუთრებად და თანხა ერიცხება უკვე სახლის მეპატრონს. აი თქვენ თქვით 65%, რაც ათვისებულია უკვე და დარჩა საშუალოდ 35% უხეშად რო ვთქვათ. რა რაოდენობის ოჯახს გულისხმობს 35%, რამდენი ოჯახია და იმ გზაზე რომ ესენიც დროზე დაკმაყოფილდნენ, თავარი სირთულეები რა არის? ეს არის უბრალოდ დროულად აშენდეს ეს კორპუსები თუ რა არის ყველაზე მთავარი რთული რგოლი? რაოდენობა დევნილების ოჯახების მცირე არ არის დარჩენილი რაცაა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ალბათ სადაც 35,000 ოჯახი ისევ დარჩენილი იქნება. ანუ 35%-ის დაახლოებით 35,000 განსახლების მოლოდინში და მთავარი დაბრკოლება რა თქმა უნდა არის დრო. ეს ადამიანები 33 წელია ელოდებიან განსახლებას. და ეს 33 წელი მათთვის არ ყოფილა მარტივი წლები. შესაბამისად, ბუნებრივია ობიექტურად ყველაზე სამართლიანი იქნებოდა რა თქმა უნდა ისინი რო ყოფილიყვნენ მათ მიწა-წყალზე. აბა რა. და იმედია ამასაც მოვეს. აუცილებლად. შესაბამისად, ესაც ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ ეს რაოდენობა ადამიანების საჭიროებს ესე ვთქვათ კიდევ დროს მათი განსახლება, თუმცა ის ტემპი რაც გვაქვს ჩვენ ეს ტემპი აუცილებლად შენარჩუნდება და ალბათ გაიზრდება კიდეც, გვაძლევს იმის ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ვიყოთ ოპტიმისტები და ვთქვათ, რომ ამას აღარ დაჭირდება დიდი დრო ამ საკითხის იმ რაოდენობის წლები რაც აქამდე იყო. მეორე საკითხი, მეორე პრობლემა რა თქმა უნდა უკვე დაკავშირებულია რესურსებთან, ამ ყველაფერს ბუნებრივია რესურსები ჭირდება, თუმცა აუცილებელია რომ აღინიშნოს ის რესურსები რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, ალბათ არის 10 ჯერ მეტი, ვიდრე ვთქვათ ეს იყო 14 წლის წინ, მაგალითად 13 წლის წინ დევნილების მიმართულებით რაც ჰქონდა სახელმწიფოს გამოყოფილი. გასაგებია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ ბოლო ალბათ ამით უნდა შევაჯამოთ, რომ ეს 35,000 ოჯახიც მალე დაკმაყოფილდება და აღარ დაჭირდება ამას ის დრო, რაც აქამდე დაჭირდა, რაც თქვენ თავად ახსენეთ და თქვენი იმედიც არის. მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ იყო ჩვენთან